ფერმერთა ასოციაცია ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ტექნოლოგიების პრაქტიკულ დანერგვაზე მუშაობს. სადემონსტრაციო ნაკვეთზე მოწყობილ ეგრეთ წოდებულ მწვანე კონტეინერში წარმოდგენილია მექანიზმები, რომლებიც აგრარული ნარჩენებისგან ენერგიის, სასუქისა და სხვა პროდუქტების მიღების შესაძლებლობას ქმნის. პროექტი 5 ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ბიოგაზს, რომელიც ელექტროენერგიის მიღების საშუალებას გვაძლევს, ასევე ბიონახშირს, კომპოსტირებასა და პელეტირების ტექნოლოგიას, რომლებიც ბუნებრივ სასუქს წარმოქმნის და ციფრულ პლატფორმას, სადაც დაინტერესებული პირები გერმანული გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას შეძლებენ. ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ტექნოლოგიების გამოყენება ფერმერებისთვის ხარჯების შემცირებისა და რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. ორგანიზაციის გეგმაშია დემონსტრაციული ნაკვეთის ენერგომომარაგება მომავალში სრულად ბიოგაზის სისტემით განხორციელდეს. ამაზე დაკვირვებას ვაწარმოებთ, მათ შორის რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული და შემდეგ უკვე რა შედეგს მოგცემს, რაც გადათარგმნილი იქნება უკვე შემოსავლებში. ვფიქრობთ, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული სოფლის მეურნეობაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხედავთ, რომ ენერგომატარებლებზე ფასი იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც იგივე ალტერნატიული, უფრო ადგილზე მოპოვებადი და მათ შორის ასევე ორგანული პროდუქტებზე მოხდეს აქცენტი.